ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მორიგის შედეგი შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს $733,000-ზე მეტი ღირებულების ლაბორატორია გადასცა. ახალი ლაბორატორია საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. თამარ ჭიკვატიაგი ამბობს. აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას მისცემს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩაატაროს კვლევები. უცნობიან საფრთხის შემცველი ნივთიერებების უფრო მაღალი სტანდარტით გამოკვლევა და უსაფრთხოების უმაღლესი დონე. ტრიაჟის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია უკვე საქართველოშია. ლაბორატორიას გააჩნია სპეციალური კონტეინერი, რომელშიც შესაძლებელია გამოკვლეული იქნას ნივთიერტკიცებულება უსაფრთხოდ, მას გააჩნია სპეციალური ფილტრები, რაც უზრუნველყოფს ექსპერტის და მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებას და დაცულობას. ლაბორატორია, რომლის ღირებულებაც $733,490 ამერიკული დოლარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ გადასცა. უწყებებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ რიცხვს დღეიდან ტრიაჟის ლაბორატორიაც მიემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან სხვადასხვა სახის ნივთიერმტკიცებულებათა ტრიაჟის ლაბორატორია გადაეცა. ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს დეპარტამენტის შესაძლებლობას უცნობი და პოტენციურად სახიფათო ნივთიერებების შესწავლის მიმართულებით. ახალი ლაბორატორია, რომ მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს, ეს მხარეებს შორის შეხვედრაზე ითქვა. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დეპარტამენტის დირექტორმა უმასპინძლეს. დღევანდელი საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიის ინსტალაცია წარმოადგენს კიდევ ერთ პოზიტიურ განვითარებას ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორიაში. საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა დაუღალავად იმუშავა და მათი დაუღალავი შრომა ნათლად ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო საქმისადმი. ჩვენ მოუთმენლად ველით საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც, განსაკუთრებით კი ზაფხულში დაგეგმილი ექსპერტიზის უწყებათა შორისი სავედეს სწავლების მოსამზადებლად. საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს $234,150 ამერიკული დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობაც გადაეცა.